ესე გამოვით ეპილაციიდან, როგორც მიხვდით. ნელ-ნელა ვიწყებთ სხეულის მოწესრიგებას, რომელიც საჭიროა და აუცილებელი. ხა ჩემი გამოცდილებიდან სკაპარსვა და ეს წვალება ტანჯოა მოკლედ რა, პირადად ჩემთვის ასე არის. აქედან გამომდინარე გადავწყვეტე რომ რამდენიმე სეანსი მაინც გამეკეთებინა, რომ ეს ყოველი მაინც შემისუბუქა რა, იქიდან გამომდინარე რომ იქ ჩასული, ისედაც ახალი ჩაფრენილი რო ვიქნები, არ ვიყო ასნაირად გადარბინაზე რა, და მაქსიმალურად დასვენებას გამოვყო ეს დრო. გაზაგროსაც დავიწყებთ ნელ-ნელა და თქვენ ჯამში სხეული იქნება უკეთესად. მოკლედ გავანალიზე ის რომ ვერ მოვასწრებდი ეპილაციის შემდეგ მალევე სახში ასვლას და კვება წამოვიღეთ ან. ხე გარეთ შევჭამ. აქვე ჩამოვჭექი და შემდეგ გავალ სახში და დღეს ეპილაციიდან 12 საათი კი იყოს გასული, მაგრამ თითქმის 12 საათი იქნება გასული. საღამოთი გვექნება კერის ვარჯიში. იმედია ძალიან არ გამომაყრის და ჩემი სხეული ნორმალურად რეაგირებს. ხო, ეპილაცია და გაზაგრვა იმიტომ გჭირდება, რომ ფერიც უკეთესად დაგაჯდეს. რაც საკარ შეეხება რა და ეპილაცია კიდე იმიტომ რომ ეს შავი წერტილები რომელიც კაპარსისგან გრჩება, შემდეგ უკვე გრიმზე ითხაპნება რა. ასე რომ მაქსიმალურად გინდა რომ გრიმიც კარად დაგოჯდეს და ფერიც კარად დაგოჯდეს. ანუ ყველაფერი იყოს იდეალურად. ხო და ასეა რა, ვსრულნავთ ჩვენ სხეულზე მაქსიმალურად. ესე იგი სახში ვართ. დღის კვების გაკეთება გვიწევს. დღეს საორჩო დღე რადგან მეტი ნახში წყალია. შესაბამისად, მომდევნო სამკვებაზე გვექნება 250 გრამი ბრინჯი, უმეტაწონილი, რომელსაც ახლა დავდგავ და მოვხარშავ. მანამდე პირველი კვება როგორც ისეთ იყო შვია, მეორე იყო ბატატი. დანარჩენი სამი იქნება ბრინჯი. როცა ვარჩევ ორი კვება მქარტო ბრინჯი და ის ბრინჯის შემცირებული რაოდენობით ხოლმე. და მეექვსე კვება იქნება სტანდარტული. ვარჯიში მომიწევს მეოთხე ან მეხუთე კვების მერე. სხვა შემთხვევაში ვარჯიშის მერე 1 ან 2 კვება იქნება დარჩენილი. მე მირჩევნია რომ 5 კვების მერე ვივარჯიშო, ზოგადად ღამე ვარჯიშიც მიყვარს და პლუს მეტი ენერგია მაქვს და უფრო გავგზნობ თავს. ასე რომ შევხედოთ. ახლა ფილეს გავაკეთებ. ჩემი ფილეს მომზადების ტექნიკა უყოლა მიცით. აი ძალიან გემრიელ ფილეს ვაკეთებ. აი ჩვეულებრივ შემიძლია თქვა რომ რაღაც ტურნირო ჩაატარო, მესამე ადგილს მაინც ავიღებ. იმიტომ ძალიან მივეჩვიე ამ ფილეს გემოების თამაში და ვიპოვე ის, რომელიც მე პირადად ძალიან სიამოვნებს რა. ანუ ისე ვაკეთებ, რომ ყოველთვის არის გემრიელი, ყოველთვის შემიძლია რომ რაოდენობით ჭამო და არც პრობლემა არ შეექმნება ამაზე. სტანდარტული რაც უნდა გაკეთოს ის რომ შედარებით წვრილი ნაჭრება დაჭრათ. ან კუბიკებად, ოღონდ ძალიან თხელი ნაჭრებიც არ გინდათ. არანაირი დამარინადება წინასწარ არ უნდა. ჩვეულებრივ ნედლი ფილე დაჭერთ და ახავთ ასეთ კუბიკებად. შემდეგ თქვენთვის სასურველი სუნელები მოვაყარეთ. რავი, ხან სუნელს გარშე ვაკეთებ, მაგრამ მაინც გემრიელია. მე რაღაც 5 ის ვიყიდე. ცხარე соуსი თუ რაღაც ეგეთი ქვია. ანუ 5 სუნელია ერთად რა. და ნორმალური გამოდგა. ასე რომ თქვენ რომ სუნელს გეთ ის გამოიყენეთ. და თავარი არის რომ გრილში უნდა გააკეთოთ. გრილში 5 წუთი ჩადებთ. შემდეგ 5 წუთს მერე გადმოვატრიალებთ. კიდევ გადმოვატრიალებთ 5 წუთის შემდეგ და ასე ეკეთებთ 3-4 ჯერ. და შემდეგ მორჩება თუ არა, ეგრევე ამოვიღებთ, არ დატოვებთ შიგნით. გამოდის ძალიან წუნიანი, ძალიან გემრიელი და არ მოგვეზდებათ. დამიჯერეთ, გააკეთეთ, ძალიან გესიამოვნებათ. დამატებით ყაბახს მოვამზადებ, აი პომიდორი მაქვს. მარილს ყოველთვის ვიტანებ ჰიმალაის მარილს, ვარდისფერ მარილს. ან თეთრიც შეგიძლიათ, მაგრამ მე მზადებოდა ყოველთვის მაქვს ჰიმალაის მარილი.
შემდეგი ორი კვებას გავამზადე მეოთხე და მეხუთე. დღეს კვირა არის, შესაბამისად არის დასვენების დღე, ასე რომ ვეცდები ცოტა სხეული მოვადუნო. ფილმს უყურო, უშაქრო ყავა დავლიო. ისეთი საქმე დღეს არაფერი არ მაქვს, ან შეკვეთები გავგზავნო. თუმცა ერთ გვერდი მაქვს აქსესუარების, რომელიც შეგეძლოთ ნახოთ, სტრაპები, ბევრი რაღაც მაქვს. ჯერ ახლა ხან დავიწყე და უფრო მეტ რაღაცას დავამატებ. უბრალოდ ახლა მზადება და ცოტა რთულია ბევრი რამ ერთად აკეთო. მაგრამ შეგიძლიათ მოინახულოთ. ნუ სტანდარტულად ბრინჯი ფილე ყაბაყი, ბრინჯი ფილე ყაბაყი. და ფიქრობ ამ 5 კვების მერე ვივარჯიშებ. ალბათ პირდაპირ დარბაზით ნაშოხლებით და დავიწყებთ კერდის ვარჯიშს. 5 კვების მერე კარგად მოგზავნე თავს, ფაფის კარგი უნდა იყოს და დიდი ალბათობით შეიძლება პოზირებას გადავიღოთ დღეს. ესე იგი, დარბაზში ვართ და ნუ pre-workout-ს ვამზადებთ, ასე ვთქვათ. აქ არის ციტრული არჯინი და კრეატინი, რომელსაც ვარჯიშის წინ მივიღებთ. სანამ დავიწყებთ. ეს კლივ შემილია კრეატინი უნდა დავლიო, ან ამას შეურიო, ან ცალკე დავიმართ, ცალკე მირჩევნია. მას დავანჭრებ. აქ არის ჰიმალაის მარილი, რომელსაც ხელზე დავიყრი. და ხოთ ამ რაოდენობით და ამასთან ერთად დავლებ. ანუ პირში უნდა გახსნათ და მერე გადაყავოთ, თორე ისე ყელს ყველა პონჩი დაგისერავთ. ძალიან კაია. თან ეს ლიმონით არის. ესოგითხრათ არის კანეტინი 3000-იანი, რომელსაც ასევე დავლევ. გაგიმოჩთ. ლევერთხ. და ვარჯიშის დროს ეს არის EAA, რომელსაც ჩავყრი, ერთი და წყალში და მთელი ვარჯიშის მომში დავლევ. მოკლედ დავიწყეთ ვარჯიში. კამერი გჭირდება. ვარჯიშის დროს ვიკეთებ ხოლმე ბოლო პერიოდი. და დიაფრაგმა კარგად დავიჭირო. და გქემოთ ხუთის ქვეშ შემოვიკრავ ნორმალური ძალით, ისე რომ ძალიან არ მომიჭიროს. ეს ფამქავერია მე გავიხდი. პირველი რა თქმა უნდა ვიწყებთ პეპელათი, რადგან იზოლირებული ვარჯიშია და სისხლი ყველაზე კარგად ამ დროს კერჩი შედის. შესაბამისად გავაკეთებთ სამ სამუშაო მისვლას, ცოტა მაღალ გამეორებებში. ბოლომდე ვიხარჯებით დღეს. შემდეგ უკვე მივყვებით. დღეს ალბათ 4 ან 5 კერდის ვარჯიში გვექნება ჯანში. 48 დღე. 48 დღე და 48 შანსი. ოპა. მიყვარს კერდი. კერდის ვარჯიში მიყვარს. და საღამოთი მით უმეტეს. გადმოვედეს ამ კერძზე. ნუ ტრენაჟერებში მუშაობ, ყველაფერს დააკვირდებით, რადგან შრობაზე 20 ხარ.
ენერგიას ნაკლებია, სახსრებთა პრობლემაც მეტია. სამ არ გვინდა გარესკვები და ფიქსატორების გატესვა რა. ვინც არის ბევრი მეკითხებით ხოლმე ჩემს სიმაღლეს და წონას. მეტრა 74-ის გამზომენ დაახლოებით 87-88 დაახლოებით ემწამს. ჩემი კლასი არის B კლასი და მაქსიმუმი არის 88 კილო იქ ლიმიტი. რა თქმა უნდა, ეხლა შეიძლება 88 თუ ვარ, ანიშნავს 88 გავარ. რადგან იქ წყალია გამოსაყვანი ცხიმე დარჩენილი. მე ვფიქრობ, რომ 82 კილოს ჩავაბარებ ალბათ, რაც ნაკლები მით უკეთესი, რადგან სამომავლოდ მეტი მაქვს ლიმიტი. ცეო პრობლემა არ არის რა. კიდე გავუკეთებ ჩვენი მისვლა. ჯერ ძალა არის. ძალაც არის, ენერგიაც არის, შემართებაც არის. გამარჯვების სურვილიც. ასე რომ გავმოქცეთ ბოლომდე. ახლა ხედავ კერძი გავაკეთე ერთი. ზოგადად ჩვენი მიზანი დღეს არის რომ კერძი მთლიანად კარგად მოვიშლოთ. და წონების ნორმალურ შევინარჩუნოთ. ეს 2 კილოიანი ვარჯიში არა. უსაფრთხო, შესაბამისი ხარისხიანი. მაგრამ რადგან კლებაზე თანაშემოს რომ წონები უნდა დავაკლოთ. просто თავის სწორი შევასრულოთ რომ არ შევუქმნათ საფრთხის ხეულს. რაც ვაკეთებ მე. ისე რომ სწორგზაზე ვართ ჯერჯერობით. და ასე იქნება რა თქმა უნდა. რა ჩაიტანა? მოგოთ. გავაგონ კერძი ხლა რა. ბოლო ვარჯიშია. და ვიცით რომ აი მაქსიმალურად ხანს ვიმუშავოთ. Here's got it. ეგ არის დაამთავრეთ ვარჯიში. 5 ვარჯიში გამოგვიდა კერდის. კარგი ვარჯიში საკმაოდ. ფამფი კარგი იყო. სხეული ნორმალურად გამოიყურება, გადასწარებად არ, მაგრამ ის ნორმალურად არის. და რა ვიცი, შევხედოთ რა გამთარდება. ახლა უნდა დავლიოთ გლუტამინი და კოლაგენი. და ბოლო მე-6 კვებას შევჭამ. თქვენ შეგიძლიათ რომ დალაიქოთ ვიდეო, გამოიწევოთ არხი. ასე თქვენს მხარდაჭერას მაქსიმალურად გამოხატავთ. და მადლიერი ვარ, რომ ჩემს ვიდეოებს უყურებთ და რაღაცას მაინც ნიშნავს ეს ყველაფერი თქვენთვის.
შენთვისაც ალბათ. და ნუ მზადებას გავაგრძელებ თქვენთან ერთად, დავდებ ვიდეოებს. შეგეძლიათ Instagram-ზე მაგრამ თვალი ყოველდღურად და ნამდვილად ბოლოში გავთ. ასე რომ ხადაგიმშვიდობებით, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო, დატოვეთ კომენტარი, რა გინდათ გადავიღოთ, რჩევა, რავი თუ გინდათ კრიტიკა დაწერეთ, ჯანსაღი. და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.